ამ ყველაფერზე ერთად ვილაპარაკოთ. ალბათ ყველას გვესმის ძალიან კარგად, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, ამის შემდეგ კიდე რა თქმა უნდა ბევრი სამუშაო იქნება. რაც შეეხება რუსეთის მუხარას, ამ ეტაპზე მაინც მე ესე მგონია, რომ სანერილობან და მაინც ბევრი არაფერი გვაქვს, იმიტომ რომ ამ ეტაპზე რუსეთი დაკავებულია მაინც უკრაინით და ძალიან უნდა ესე ვთქვათ, გადავიდეს ყველა ზღვარს, რომ მოიცავდეს ჩვენთვის და ეხლა დაიწყოს საბოლოო ფორმალური ანექსია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, დაგვადოს ბლოკადა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ჩემი აზრით გამორიცხული არაფერი არის მომავალში, ჩვენ ნახეთ რომ დაისვა ეხლა ამ დღეებში ცხინვალში გაწოდებული რეფერენდუმის ჩატარების საკითხი, ეს ბუნებრივია ჭირდება მოსკოვს, იმიტომ რომ რამე რომ იყოს გამოიყენოს მერე, რომ მერე ფორმალურადაც მიერთოს ეს ტერიტორია, რომელიც ეხლა პრაქტიკულად იქცეას მიერთებული და ოკუპირებული აქვს ჩვენ როგორც ვიცით. და მომავალში ნამდვილად არის გამორიცხული ასევე ეკონომიკური ემბარგო. ეს ემბარგო შემაშფოთებელი, ეს ემბარგო იქნება ჩვენთვის საშიში იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენმა ეკონომიკამ არ დაიწყო სწრაფი ზრდა და თუ კი ჩვენი ექსპორტი იქნება მიმული სერიოზულად კლავად რუსულ ბაზარს. ამიტომაც დღესვე საფიქრალი აქვს მე მგონი ჩვენ თორობაც ის რომ რაღაცნაირად ამუშაოს, ამოზრაოს ჩვენი ეკონომიკა და დაიწყოს ფიქრი ახალი ბაზრების აფიქსებაზე. არ შეიძლება მარტო იმის აფიქსირება, რომ დღეს გავიტანეთ ატამი რუსულ ბაზარზე, გუშინ გავიტანეთ ბორჯომი, გუშინ წინ ღვინო. ეს ბაზარი დაიკეტება ჩვენი ერთ დღეს ისე როგორც დაიკეტა 2006 წელს. ამას ჩვენ წინასწარ შეგვიძლია უნდა ვიყოთ. მე არ მგონია ეს დღეს და ხვალ მოხდეს, მაგრამ მე მგონი ეს მოსაუდნელი არის და ამის გამორიცხვა არ შეიძლება ნამდვილად. და რაც თავარი ეხა საპასუხო ზომები რუსეთის მხრიდან მე მგონი იქნება აქ გააქტიურება პრორუსული ორგანიზაციების და პარტიების, რომლებიც დათესავენ პანიკას ხალხში და იტყვიან, რომ აი ევროპას რო უახლოვდებით, გვართოვებენ ტერიტორიას, ევროპას რო უახლოვდებით, ეხა ატამს ვეღარ გავიტანთ რუსეთში და ხალხში გააჩენენ შიშს და ეჭვებს და ბუნებრივია მას დაემატება ეს ძველი ეს ლეგენდები, რომ ევროპაში გვართოვებენ ქართველობას, ევროპაში გვაქცევენ ჰომოსექსუალობა და ეს ზღაპრები, რომლებიც ამბობენ დროს გახშირდა ძალიან და მიზანმიმართულად მიდის ამის კამპანია როგორც ჩვენ ხედავთ. ევროკავშირს ბუნებრივია აქვს თავისი მაღალი სტანდარტები, ჩვენ ამ მაღალ სტანდარტებს როგორც ცნობილია ჯერჯერობით ვერ მოვაყოფილებთ, მაგრამ მე ესე მგონია რომ ევროკავშირში აცნობიერებენ ძალიან კარგად იმ რეალობას, რომ ეხლა ჩვენთან ეს მაღალი სტანდარტების სწრაფად დანერგვა არ გამოვა, ჩვენთან ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, რომ ხალხზე არ აისახოს ტკივნეულად, რომ არ იყოს ესე ვთქვათ დამაზარალებელი ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს უნდა მოხდეს თანათანობით. ისე რომ ჩვენ ნელ-ნელა დავახლოვებთ მას სტანდარტებს. ეს გვაძლევს ჩვენ ბუნებრივია უნიკალურ შანსს, თუნდაც იმიტომ რომ არა მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ გავიტანთ ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც არის ოფლიოში უზარმაზარი უდიდესი ბაზარი, გავიტანთ ჩვენ პროდუქციას, ეს შანსია იმიტომაც რომ ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენი პროდუქციის ხარისხს, რაც ბუნებრივია წარადგება ასევე ჩვენ მოქალაქეებსაც, ჩვენ მოხმარებელსაც. ეხლა მე მგონი არ იქნება წინამდე არავინ რომ საქართველოში იყიდებოდეს ქართული პროდუქცია, შეფუთული ევროპულად და ასე შემდეგ. ეს ჩვენს გვაწყობს ბუნებრივია. ასე რომ ეს იმიტომ კი არ კეთდება რომ ევროკავშირმა იყიდოს ჩვენ პროდუქცია, იმიტომ კეთდება ეს არ არის თვითმიზანი, ეს კეთდება იმიტომ რომ ჩვენ გავხდეთ მაღალი ესე ვთქვათ ქვეყანა, სადაც არის ყველაფერში მაღალი სტანდარტი, დაწყებული საკვებიდან, დამთავრებული მომსახურები და ასე შემდეგ. მე არ მგონია რომ ხელმოწერის შემდეგ პრობლემები იყოს რატიფიცირებასთან ევროპის რომელიმე დედაქალაქში. მით უმეტეს იმ ფონზე რაც ხდება უკრაინაში, როცა ევროპა ნელ-ნელა მადლობა ფუღერს ხიზლდება და უყურებს რას წარმოადგენს რეალური რუსეთი. ჩვენ უნდა გავითავისოთ ასევე ისიც რომ დაჩქარება ამ ხელმოწერის განაპირობა ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინის მოვლენებმაც. უკრაინის მოვლენები როგორც ჩანს დღეს და ხვალ არ დასრულდება და ეს ჩვენ გვაძლევს არამხოლოდ იმის შანსს რომ რაღაცნაირად მოვწყვეტ რუსეთის გავლენას, როცა მას ყურადღება გადააყენოს უკრაინისკენ, არამედ ასევე ეს ვიწყობს ხელში იმასაც რომ ევროპელები ხვდებიან ძალიან კარგად რა არის რუსეთი, ევროპელები ჩვენ მოვაქცევენ უფრო მეტ ყურადღებას ამ ეტაპზე. რადგან ევროკავშირს ბუნებრივია სჭირდება ეხლა ამ ეტაპზე წარმატების მაგალითი. ევროკავშირს სჭირდება იმის დემონსტრირება, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც უნდა იყოს დასავლეთში, ევროკავშირი მას კარს უღებს და ჩვენ ვართ ეხლა სწორედ აი ამ კარგ სიტუაციაში ვართ. ჩვენ ვდგევართ ევროკავშირის კართან. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენა, რაც ახლავს ამ შეთანხმებას, არის ის, რომ როცა ძალიან მალე მოხდება ვიზების ლიბერალიზაცია, მეტი ჩვენი მოქალაქე ივლის ევროკავშირში დაინახავს თავისუფლად, რომ იქ ცუდი არაფერი არ ხდება და ის ლეგენდები და სიბინძურები, რომელსაც ავრცელებენ ჩვენთან პრორუსული ორგანიზაციები, ქართულობას გვართვენ ევროკავშირში, ეს არის თავიდან ბოლომდე სისრუვე. ეს არის მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე, რომ ხალხმა იცოდეს ევროკავშირზე სიმართლე და ლეგენდები და ბინძური ჭორებით არ იკვებებოდეს.
გზავნილი? ჩემთვის ახლა ამ ეტაპზე შეთანხმება არის უპირველეს ყოვლისა ფსიქოლოგიური გამარჯვება, აღიარება ჩვენი დასავლური მისწრაფებების, რაღაცნაირად არის კომპენსაცია მაპის არ მიღების გამო. და ეს მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბუნებრივია ჩვენ მოსახლეობას რაღაც დონეზე ალბათ იმედი გაუცრუდა მაპის მოლოდინში, და როცა მივიღეთ ეს შეთანხმება, მე მგონი ეს ძალიან კარგი გამარჯვება, ეს არის აღიარება ჩვენი მისწრაფებების. ეს არის პირველ რიგში მე მგონი პოლიტიკურად ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და გარდა ამის ერთიც არის ჩვენ უკვე თითქმის ცალიფეხით უკვე ვართ ევროპულ ოჯახში და ევროპულ ოჯახში ესე ვთქვათ, როცა ჩვენ ვართ უფრო დაცულები. მართალია ევროკავშირი არ წარმოადგენს არანაირად სამხედრო ალიანსს, მაგრამ მაინც ევროპელები თავისიანებს გაჭირვებაში არ ტოვებენ, ეს ცნობილი არის. იმ სიტუაციაშიც კი, როცა ყველას ეშინია მაინც ევროპაში რუსეთის, ჩვენ ნახეთ რომ არ მათ გამოიჩინეს მაინც რაღაც ყოფილაკიური ვაჟკაცობა და დაადეს რუსებს სანქციები, როცა დაიწყო მოვლენები უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა არ იყო არანაირად ევროკავშირის წევრი, როგორც ცნობილია და ხელი არ მოუწერია შეთანხმებისთვის, აქ ხელი მოუწერია შეთანხმებაზე იმ პერიოდში დაიწყო კონფლიქტი მასა და რუსეთს შორის. ისინი თავისიანებს არ ტოვებენ. ესაა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. იდო? აკეთ? ახლა რუსეთს რომელიც ახლა მთელი ბოლო 4 თვეა მთელ სოფლიოს მუშტებს უქნეს, ბუნებრივია ჩვენც უნდა მოიქნიოს მუშტი დღეს. ამაში გასაკვირი არაფერი არ იქნება. მე არ მინდა რომ ჩვენი მთავრობა მიეცეს ახლა განცხრომას და რაღაცა ილუზიებს რუსეთი ჩვენ არ დაგვიშავეს არაფერს, პირიქით, მას უნდა კონდეს გააზრებული ყველა სცენარი, ყველა სიურპრიზი, რომელიც შეიძლება რუსეთმა მოიმზადოს, მაგრამ ამავე დროს პანიკას არ უნდა მივეცეთ. ცხადია, ჩვენ თუ საქმეს წავიყვანთ ჭკვიანურად, მთავრობა თუ გააგრძელებს ნორმალურად განახორციელებს რეფორმებს და მოახდენს ქვეყნის დემოკრატიზაციას და ეკონომიკურ ქვეყანას გააძლიერებს, საბოლოო ჯამში ეს გზა ჩვენ მივიყვანს ევროპაში, რა თქმა უნდა, ნატოში. ხო, რა ვიცი, მე რა თქმა უნდა ეს ამ განცხადებებს რომ ეს ყველაფერი არის რაღაცა შიდა აფხაზური პრობლემა, რაც მოხდა აფხაზეთში და მსგავსი განცხადებები რა თქმა უნდა არ მომწონს, მაგრამ იმას ვიტოვებ, რომ ერთს ამბობენ და ამ დროს ფარულად მეორეს აკეთებენ და სიამდვილეში გაახვდებიან რა საფრთხე მოდის იქიდან. მე ამის იმედს ვიტოვებ, იმიტომ რომ თუ იგივეს აკეთებენ, რასაც ამბობენ ხოლმე თითქოს BBC-სთან ინტერვიუში, მაშინ პრობლემა გვაქვს სერიოზული, ამაზე უკვე მილაპარაკე ერთხელ. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ეს განცხადებები, რომ ჩვენ ახლა რუსეთისგან საფრთხეს ამ ეტაპზე არ ველით, რომ აფხაზეთში რაც მოხდა ეს რაღაც შიდა პრობლემა იყო, ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ რაღაცნაირად არ დაეძება სიტუაციის ურთიერთობა რუსეთთან ამ პერიოდში, როცა ხელი უნდა მოგვიწერა შეთანხმებისთვის, მაგრამ სიამდვილეში მე იმედი მაქვს ისე და ისე, რომ მათ გათვლილი აქვს ყველანაირი სცენარი და ამაზე მუშაობენ სერიოზულად. თვითონ ეს ქვეყანაში გვაქვს ახლა ორი უშიშროების საბჭოთა იმედი, ახლა ამ სცენარებს დაითვლიან. მე მგონი არ უნდა დადედეს არც თბილისს, არც კიევს და არც კიშინევს, თუ რუსეთის ეკონომიკას რამე ზიანი მიადგება. გავიგეთ. ხო, გავიგეთ. მე მგონი ხა ჩვენ არ უნდა ვიდარდოთ არც კიევში, არ უნდა ვიდარდოთ არც კიშინევში, თუ რუსეთს რამე ზიანი მიადგება, თვითონ იმდენ ზიანს გვაყენებენ. ყველა ჩვენ აქეთ როგორც ცნობილია, რა ადეკვატური თავისუფლების ზომები რომ მიიღოს რუსეთმა. თუ დაკეტავს თავის ბაზარს, დაკეტოს ახლა ჩვენ ეს გამოვლი გვაქვს უკვე ერთხელ 2006 წელს, მოლდოვამ მას გამოიარა ეს ერთხელ. მაგრამ ისევ და ისევ ამას არ საქართველოს არ დაუღუპია, არც მოლდოვა არ დაუღუპია და უკრაინას ახლა მომიაქვს რუსეთთან, მაგრამ არ დაუღუპია ჯერჯერობით, ყველას იბრძვის და არსებობს ეს ქვეყანა, როგორც უყურებთ. ასე რომ ამ ეტაპზე მე მგონი ყველაფერი რაც მინდის საბოლოო ჯამში დასრულდება ჩვენი გამარჯვებით და რუსეთის ან დამარცხებით, ან რუსეთის ევროპიზაციით. სხვა ვარიანტი არ არსებობს. ოპტიმისტურადაც დავასრულეთ.